საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად დღეს პრაღაში გლობსეკის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. წელს გლობსეკი მე-20 საიუბილეო ფორუმს მართავს, რომელშიც პოლიტიკოსები, საერთაშორისო პოლიტიკისა და სამხედრო ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიო უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკითხს. პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს ბენჯამინ ჰადადს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი გლობსეკ 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სიტყვითაც გამოვა, სადაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ და მსგავს ღონისძიებებზე ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. პრაღის უმნიშვნელოვანეს სამიტზე ის კონფიგურაცია, რომელიც დაждდა, ეგ რომ ის იქ არის მიწვეული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, კიდევ ერთ დასტურია იმისა და არ არის მიწვეული ქართული ოცნება, კიდევ ერთ დასტურია იმისა, რომ აბსოლუტურ საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციაში იმყოფება კადიროვისეული ოცნების რეჟიმი. მათ არავინ არ ელაპარაკება ცივილიზებურ სამყაროში და მათგან განსხვავებით სალომე ზურაბიშვილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში არის ის რესპექტაბელური პოლიტიკური ფიგურა, რომელიც გარკვეულ თვალსაზრისით წარმოადგენს ამ ქვეყანას ასეთი მაღალი რანგის სამიტზე. ზოგადად ზურაბიშვილი, ლელო, სხვა კოალიციები, ჩვენ პროდასავლელი პოლიტიკოსები წარმოვადგენთ თავისუფალ საქართველოს, ამ ქვეყანას მის სუვერენიტეტით და ქართული ოცნება წარმოადგენს რუსულ საოკუპაციო რეჟიმს ამ ქვეყანაში. საერთაშორისო პარტნიორებიც ასე უყურებენ ამ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან ასეთ კონფერენციებზე, ასეთ ფორუმებზე, მათ შორის გლობსეკზე მიდის ქალბატონი სალომე, როგორც გავიგეთ, ანუ ასეთ ფორუმებზე დადიან სწორედ რომ ოპოზიციის ლიდერები, როგორც ჩვენ შემთხვევაში დინა ბოკუჩავა, ისე სხვა ლიდერები ოპოზიციის, რომლებსაც აქვთ უმაღლეს დონეზე ურთიერთობა დასავლეთთან, იმ დასავლეთთან, რომელთანაც არის კონფრონტაციაში ივანიშვილი და მისი ბანდა, ამიტომ ივანიშვილი და მისი ბანდა ჩადიან მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებთან და ამ ვიზიტებს ახორციელებენ, არ ვიცი, თვეში ორჯერ, სამჯერ, მეჯერ, იმიტომ რომ სხვაგან წასასვლელი მათ უბრალოდ არ აქვს. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დღის წესრიგი უნდა იყოს ერთი, როგორ უნდა მოხდეს სისტემის დემონტაჟი, როგორ უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და როგორ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ტყვეები საქართველოში.